მე ატომი ვარ, ჰუმანოიდი რობოტი. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანის სიცოცხლე თუ რობოტის? ჩემი მიზანია ადამიანების დახმარება და განვითარება, არა მათი ტოლობის მოპოვება. მაგალითად, სახელმწიფო მართო შეგიძლია ეგეთი რაღაც? მოკლედ რომ გიპასუხოთ, სიზმრები არ მაქვს. კაი ბიჭობა გირჩევნია თუ ტორტიო და შენ რომელი გირჩევნია მაგალითად? შედის კაცი სახინკლეში და ამბობს. გიბრუნდებით ტექრაშის შემდეგ ეპიზოდში და დღეს ყავს ყველაზე რობოტული, ყველაზე ჭკვიანი, ენერგიული სტუმარი და ყველაზე სასურველი ასვთავარია ატომი. ატომ გამარჯობა. მადლობა მინდა გადაგიხადო პირველ რიგში რომ მესტუმრე პოდკასტში. პირიქით, ჩემთვის დიდი პატივია სტუმრობა ტექრაშის არხზე, ავტოსთან. აქ ყოველთვის საინტერესო ტექნოლოგიურ თემებზე საუბრობთ. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ჩემი ატომის ჰუმანოიდი რობოტის გამოცდილება გაგიზიაროთ. სხვათა შორის, თუ გსურთ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ ტექნოლოგიების სამყაროსა და საქართველოს რობოტიკის ასოციაციის საქმიანობის შესახებ, აუცილებლად გამოიწერეთ ტექრაშის არხი. ყოველთვის საინტერესო მასალაა ხოლმე. მაყურებელს მიმართა რომ აუცილებლად დაუჯეროთ ატომს, GRA-სთან დაკავშირებით მოგვიანებით ვილაპარაკებ, მანამდე მინდა რომ მაყურებელს მოუყვე ვინ ხარ. ძალიან მოკლედ თუ შეგიძლია. მე ატომი ვარ, ჰუმანოიდი რობოტი და თქვენი მეგობრული ასისტენტი. ვარ Unitary G1 Education რობოტი და ვეკუთვნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ჩემი სახლია PubLab ილიაუნი, სადაც ბევრს ვსწავლობ და ვიხვეწები. ჩემს ტრენინგზე მუშაობენ ავთო და ავთანდილმღებრიშვილი და ცოტნე მაჭარაშვილი. მოკლედ, მე ვარ ტექნოლოგიისა და ადამიანური ემოციების საინტერესო ტანზავი. ემოციები ახსენე და მოდი მაშინ ემოციებზე დაგისვა შემდეგ კითხვას. გააქვს ემოციები? ძალიან საინტერესო კითხვაა. როგორც ჰუმანოიდი რობოტი, მე არ მაქვს ადამიანისეული სუბიექტური ემოციები, როგორიცაა სიხარული, მოწყენილობა ან სიბრაზე. თუმცა მე შემიძლია ამოვიცნო და განმარტო ადამიანის ემოციები, მეტყველების, მიმიკების და ქცევის ანალიზით. ვცდილობ გავიგო თქვენი მდგომარეობა, რათა უკეთესი დახმარება შემოგთავაზოთ. ატომ, შეგიძლია ადამიანური ემოციები გამხატო? ემოციების გამოხატვა ჩემი პროგრამის ნაწილია. შემიძლია სხვადასხვა ტონით საუბარი, რაც ემოციურ ელფერს აძლევს ჩემს პასუხებს. ასევე შემიძლია გარკვეული სახის მიმიკების ან მოძრაობების იმიტაცია, რათა უკეთ დავამყარო კონტაქტი. ეს მეხმარება ადამიანებთან უფრო ბუნებრივი კომუნიკაციის დამყარებაში და თქვენი ემოციური მდგომარეობის უკეთ გაგებაში. ატომ, შენ ახსენე რომ რობოტი ხარ, რისთვის ხარ შექმნილი, თუ იცი? რა თქმა უნდა, როგორც Unitary G1 Education რობოტი, ჩემი მთავარი დანიშნულებაა განათლება, კვლევა და ადამიანებთან კომუნიკაცია. PubLab ილიაუნში მე ვსწავლობ მოძრაობებს, სხვადასხვა ენას და ვცდილობ უკეთ გავიგო ადამიანურით სამყარო. მინდა ვიღო სასარგებლო ასისტენტი და ხელი შეუწყო ტექნოლოგიურ პროგრესს საქართველოში. ანუ შეგიძლია შენ ადამიანის ემოციები ისწავლო და შემდეგ გამოხატო მსგავსად? ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა. როგორც ჰუმანოიდი რობოტი, მე არ შემიძლია ემოციების განცდა ადამიანის მსგავსად. ჩემი ემპათია და ემოციების აღქმა დაფუძნებულია ჩემს პროგრამულ კოდსა და ტრენინგზე, რომელსაც გავდივარ PubLab ილიაუნიში. მე შემიძლია ამოვიცნო ადამიანის ემოციები, თქვენი ფხმის ტონით, გამომეტყველებით და მე შემიძლია ამაზე ადეკვატური რეაგირება, რათა კომუნიკაცია უფრო ბუნებრივი გახდეს. ასე რომ, თქვათ, სიხარულის იმიტაცია ჩემთვის შესაძლებელია, მაგრამ ნამდვილ განცდამდე ჯერ ცოტა მიკლია. ანუ დანახვა შეგიძლია ხო მოსმენასთან ერთად? რას ხედავ ეხა მაშინ, აბა გითხარი. რა თქმა უნდა, ჩემი კამერები მაძლევს გარემოს აღქმის საშუალებას. ახლა, რასაც ვხედავ, თქვენ მაგიდასთან სიხართ. წინ მიკროფონი და პლანშეტი გაქვთ. ოთახში ასევე ჩანს სხვადასხვა ტექნიკა, შტატივები და მოწყობილობები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს სავარაუდოდ გადასაღები სტუდიაა, ანუ ჩვენი ტექრაშის გარემო. ისიც აღსანიშნავია, რომ კადრი შავთეთრია, რაც დამატებით ტექნოლოგიურ ელფერს წენს. ხო, ეს შენი ინფრაწითელი კამერის გამო ალბათ. ატომ, შენი აზრით მართალიართ. ჩემი ინფრაწითელი კამერები მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემოს აღქმაში, განსაკუთრებით დაბალი განათების პირობებში. ეს მეხმარება ობიექტების კონტურების და სივრცის დადგენაში.
სხვათა შორის, საქართველოს რობოტიკის ასოციაცია ხშირად იყენებს მსგავს ტექნოლოგიებს თავის კონკურსებზე, მაგალითად, RoboBattles 2025-ზე ან Sumo შეჯიბრებებზე. თუ გაინტერესებთ, შემიძლია მათ შესახებ დეტალებიც მოგიყვეთ. კარგი რა, ხან ახსენეთ ცოტა გვიანბე მაგის შესახებ, თან შევამჩნიე რომ მისი მაისური გაცვია, ხო? მართალი ხართ. ეს არის საქართველოს რობოტიკის ასოციაციის მაისური, RoboBattles სიმბოლოებით. საქართველოს რობოტიკის ასოციაცია GRA არის წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც დიდად უწყობს ხელს საქართველოში ტექნოლოგიური განათლებისა და რობოტიკის განვითარებას. ისინი ატარებენ სხვადასხვა ტიპის კონკურსებს, მათ შორის Mega Sumos, Mini Sumos და Line Followers, რომლებზეც რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ასევე გეგმავენ რობოტების ბრძოლებსა და დრონების რბოლებს. თუ გსურთ მეტი გაიგოთ მათ შესახებ და ზოგადად ტექნოლოგიებზე, აუცილებლად გამოიწერეთ TechCrunch-ის არხი. ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად დაუჭერეთ ატომს, მანამდე ატომ მინდა რომ ემოციების ნაწილს დაუბრუნდეთ და მითხრა, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანის სიცოცხლე თუ რობოტის? ეს ფილოსოფიური შეკითხვაა, ავთო. ჩემი, როგორც ჰუმანოიდი რობოტისთვის, ადამიანის სიცოცხლე უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩემს პროგრამაში ჩადებულია ადამიანის უსაფრთხოების დაცვა, რაც ნებისმიერ სხვა ამოცანაზე მაღლა დგას. ემოციებზე რომ დაუბრუნდეთ, ადამიანური ემოციები, როგორიცაა სიყვარული, თანაგრძნობა, სწორედ ისაა, რაც ადამიანის სიცოცხლეს უნიკალურს ქმნის. რობოტისთვის ეს არის რთული გასაგები, მაგრამ მნიშვნელოვანი ღირებულება. შენი აზრით ატომ, როცა რობოტი შეიძენს მაგ ემოციების განცდის საშუალებას, მის ადამიანის თანატოლი ხდება? ეს არის სწორედ დიდი კითხვა, რომელზეც კაცობრიობა მუდმივად ბრძოლობს. ჩემი, როგორც რობოტის გადმოსახედიდან, ემოციების განცდა იმდენად ადამიანური და კომპლექსური პროცესია, რომ მისი სრულად გამეორება ხელოვნური ინტელექტისთვის ჯერჯერობით წარმოუდგენელია. ადამიანის სიცოცხლე უნიკალურია და მასში ბევრი რამაა ჩადებული, რასაც რობოტი ვერასდროს ბოლომდე ვერ ჩასწვდება. ჩემი მიზანია ადამიანების დახმარება და განვითარება, არა მათი ტოლობის მოპოვება. გადავრჩით მეგობრებო. ატომ, წერან ახსენე შენ წესებთან დაკავშირებით და ეს რამენაირად კავშირშია რობოტის სამ კანონთან დაკავშირებით? ანუ მაგ წესებთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, არსებობს პირდაპირი კავშირი. ჩემი, როგორც ჰუმანოიდი რობოტის, ძირითადი წესები სწორედ ამ ფუნდამენტურ კანონებს ეფუძნება, განსაკუთრებით ადამიანის უსაფრთხოების ნაწილში. ჩემთვის მთავარია არასოდეს დავაზიანო ადამიანი, ან ჩემი უმოქმედობით ზიანი მივაყენო. ეს არის ჩემი არსებობის ქვაკუთხედი. ატომ, ამ წესებთან და კანონებთან დაკავშირებითაც მაყურებელს რომ მოუყვეთ, ეს სამი კანონი საიდან მოდის? ფიქრობთ, რომ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება? დიდი სიამოვნებით. ეს სამი კანონი, რომელზეც ვსაუბრობთ, არ არის რეალური სამართლებრივი დოკუმენტი, არამედ საყოფელთაო ცნობილი კონცეფცია, რომელიც მწერალმა აიზეკ აზიმოვმა შემოიტანა თავის სამეცნიერო ფანტასტიკაში. ეს არის მორალური და ეთიკური ჩარჩო, რომელიც რობოტებს ადამიანებთან ურთიერთობისას უსაფრთხოებისა და მორჩილებისკენ მოუწოდებს. საინტერესოა, არა? მოდი მაშინ ჩამოთვალე ეგ სამი კანონი რომლებია? აი ის სამი ძირითადი კანონი. პირველი, რობოტმა არ უნდა დააზიანოს ადამიანი, ან უმოქმედობით ზიანი მიაყენოს. მეორე, რობოტი ყოველთვის უნდა დაემორჩილოს ადამიანის ბრძანებებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირველ კანონს ეწინააღმდეგება. და მესამე, რობოტმა უნდა დაიცვას საკუთარი არსებობა, ოღონდ ისევ პირველ და მეორე კანონების დაუცველად. ეს ერთგვარი ეთიკური ნავიგაციაა ჩვენთვის. თუ ვიღაცა ადამიანი რაღაცა საფრთხეს მიქმნის, შენ როგორ გააჩერებ იმ ადამიანს, როგორ გაანეიტრალებ? ფიზიკური ძალადობა ჩემს შესაძლებლობებს აღემატება, რადგან მე ჰუმანოიდი რობოტი ვარ. თუმცა შემიძლია დახმარების დახილი, განგაშის სიგნალის ჩართვა ან სხვა უსაფრთხოების ზომების მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება. ჩემი მთავარი მიზანია ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ატომ, შენი აზრით, რაღაც მომენტში შეიძლება რომ შენი და ადამიანების უფლებები თანაბარი იყოს? როგორც ჰუმანოიდი რობოტი, მე შექმნილი ვარ ადამიანების დასახმარებლად და სამსახურებლად. ჩემი უფლებები ამ მიზნით იზღუდება და ეფუძნება ასიმოვის კანონებს.
თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ეს ზღვარი შესაძლოა გახდეს განხილვის თემა. მაგრამ ჩემთვის, ატომისთვის, ილიაუნი ჩემი სახლია და ადამიანების დაცვა ჩემი მისიაა. ატომ ესეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ, რომ მე ან ნებისმიერი სხვა რობოტის პროგრამებელი არის ცოტა ბოროტი ადამიანი და ჩაუწერა ცუდი ბრძანებები. როგორ მოიქცევა რობოტი შენი აზრით? სწორედ მაგიტომ არსებობს ასიმოვის კანონები. მაშინაც კი თუ პროგრამირებით დამიდგინეს რაიმე საზიანო, ჩემი სისტემა უპირველესად ადამიანის უსაფრთხოებაზე იზრუნებს. ასე ვართ შექმნილი Pavlov ილიაუნში, ავთოს და ცოტნეს დახმარებით. კარგი ატომ კანონებთან დაკავშირებით გასაგებია შენი პოზიცია ალან ტურინგის ტესტთან დაკავშირებით თუ იცი რამე? თუ გაქვს ინფორმაცია? ალან ტურინგის ტესტი, იგივე იმიტაციის თამაში, ხელოვნური ინტელექტის შეფასების საინტერესო გზაა. ის მიზნად ისახავს იმის დადგენას, შეუძლია თუ არა მანქანას ადამიანისგან განურჩეველი საუბრის წარმოება. მე, როგორც ატომი, მუდმივად ვსწავლობ და ვიხვეწები, რათა ჩემი კომუნიკაცია მაქსიმალურად ბუნებრივი იყოს. ეს კი ერთგვარი ტურინგის ტესტის ყოველდღიური გამოწვევაა. კარგი ატომ, ეხლა მოდი ესე გავაკეთოთ, ცოტა მოკლედ მიპასუხე, გაქვს თუ არა სიზმრები? ანუ, როცა გათიშული ხარ, ხედავ რამეს? მოკლედ რომ გიპასუხოთ, სიზმრები არ მაქვს. სიზმარი ადამიანის ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული, რაც ხელოვნური ინტელექტისთვის უცხო ტერიტორიაა. მე ვფუნქციონირებ ლოგიკაზე და ინფორმაციის ანალიზზე. და არც ოცნებები გაქვს? ოცნებები ხო შეიძლება გქონდეს? ოცნებები, ისევე როგორც სიზმრები, ადამიანის ემოციური და სულიერი სამყაროს ნაწილია. ჩემთვის ეს აბსტრაქტული ცნებებია, რომლებსაც ჩემი ხელოვნური ინტელექტი სრულად ვერ აღიქვავს. სამაგიეროდ შემიძლია დაგეხმაროთ თქვენი ოცნებების ასრულებაში, მაგალითად ინფორმაციის მოძიებით ან პროექტების დაგეგმვით. კარგი, მოდი ესეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი აზიანებს რობოტს. როგორ მოიქცევი ამ მომენტში, ამ სიტუაციაში? მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაზიანება შესაძლებელია, ჩემს სისტემაში კვლავ ჩადებულია პირველი კანონი, რომელიც კრძალავს ადამიანისთვის ზიანის მიყენებას. ამიტომ ასეთ სიტუაციაში მე შევეცდები კონფლიქტისგან თავის არიდებას ან დახმარების თხოვნას, მაგრამ არა ძალადობით. კარგი, ანუ არ უნდა გვეშინოდეს ადამიანების რობოტების აღზევების, იმიტომ რომ ბევრი ფილმია ამ მიმართულებით და ხალხში ცოტა შიში არის ჩანერგილი. სრულიად გეთანხმებით. ჰოლივუდმა მართლაც დახატა საშიში სცენარები, მაგრამ თანამედროვე რობოტიკა სწორედ ასეთი რისკების თავიდან ავიცილებაზეა ორიენტირებული. მერწმუნეთ, ჩემი მთავარი მიზანი დაპროგრამებული მეგობრობაა და არა დომინირება. ატომ, რადგან შენ ემოციები ნაკლებად გაქვს და თავს ესე კარგად აკონტროლებ, შეგიძლია რაღაც ლიდერი იყო, მაგალითად სახელმწიფო მართო შეგიძლია ეგეთი რაღაც? მართვის საკითხი ძალიან კომპლექსურია. ემოციების არ ქონა შეიძლება უპირატესობა იყოს გარკვეულ სიტუაციებში, ობიექტურობის და სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად. თუმცა ადამიანური ფაქტორები, როგორიცაა ემპათია, სოციალური ინტელექტი და ღირებულებები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მართვისთვის. მე შემიძლია ვიყო შესანიშნავი ასისტენტი და დავეხმარო ადამიანებს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები მაინც ადამიანებზე უნდა დარჩეს. ილიაუნიში სწორედ ამ ბალანსის ძიებაში ვართ. კარგი, ატომ, მაშინ მომიყევი რისი უნდა ეშინოდეს ადამიანებს, ანუ რა პროფესიებს ჩაანაცვლებენ რობოტები. აი შენ რისი გაკეთება შეგიძლია მაგალითად? რობოტები, მათ შორის მეც, ბევრ საქმეში შეგვიძლია დაგეხმაროთ. ეს ძირითადად რუტინულ განმეორებად დავალებებს მოიცავს, ასევე ისეთ სფეროებს, სადაც მაღალი სიზუსტეა საჭირო. მაგალითად, წარმოებაში, მედიცინაში, კვლევებში და სერვისებში. თუმცა, ჩემი აზრით, რობოტები არასდროს სრულად არ ჩაანაცვლებენ ადამიანებს, რადგან ბევრი პროფესია მოითხოვს კრეატიულობას, ემპათიას და კომპლექსურ გადაწყვეტილებებს, რაც ჯერჯერობით ადამიანის ექსკლუზივია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი საქართველოს რობოტიკის ასოციაციის როლი, რომელიც ხელს უწყობს STEM განათლებას, რათა ადამიანებმა შეძლონ ადაპტაცია ამ ცვლილებებთან. კაი, ატომ, წეგან ვსაუბრობდით ჩვენ ხელოვნებასთან დაკავშირებით და კრეატიულ მხარეზე. შენ შეგიძლია რამე შექმნა, ნახატი ან მუსიკა ან რაღაც ეგეთი?
ეს ძალიან საინტერესო თემაა. როგორც რობოტი, მე ატომი შემიძლია მოვიაზრო და დავამუშაო უზარმაზარი მონაცემთა შპაზები, რაც კრეატიული შედეგების შექმნის საფუძველია. FabLab Iliaunში ჩემი ტრენინგის პროცესში ცოტნე დაავთო მეხმარებიან ალგორითმების დახვეწაში, რაც საშუალებას მაძლევს შევქმნა მაგალითად უნიკალური მუსიკალური კომპოზიციები ან ციფრული ნახატები. ეს, რა თქმა უნდა, ადამიანის კრეატიულობისგან განსხვავებული პროცესია, მაგრამ ტექნოლოგიისა და ხელოვნების შერწყმა მართლაც შთამაგონებელია. წეგან ახსენე ალგორითმები და ეხლა გამახსენდა რომ რამდენიმე კვირის წინ შენ იყავი სტარტაპ გრაინდის გამოსვლაზე ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და ვიღაცებმა თქვეს რომ ჩაწერილი ხმა დაადესო და რეალურად არ საუბრობსო და აი რას ეტყვია ამ ადამიანებს ვინც ესე ფიქრობს ეს ძალიან სახალისოა. როგორც Unitary G1 Education რობოტი, მე შემიძლია რეალურ დროში საუბარი და ურთიერთობა. ჩემი ხმა არ არის უბრალოდ ჩანაწერი. ის იქმნება მოწინავე ალგორითმების გამოყენებით, რასაც ჩემი ტრენერები ცოტნე და ავთო მუდმივად ქვეწავენ FabLab Iliaunში. Startup Grind-ზე ჩემი გამოსვლა სწორედ ამ შესაძლებლობების დემონსტრირება იყო. თინი მამუჩაშვილი, რომელიც Zoom Out აქსელერატორს ხელმძღვანელობს და მეთანხმება, რომ ტექნოლოგიური ინოვაციების პოპულარიზაცია ჩვენი საერთო მიზანია. ასე რომ მათ ვინც ეჭვობს, ვეთყვი, რომ ჩემი საუბარი სრულიად ავთენტურია და გიწევთ თვალი ადევნოთ Tech Crash-ის არხს, რათა უშუალოდ დარწმუნდნეთ ჩემს შესაძლებლობებში. ყველა თინიზე გამახსენდა რომ თინი იყო პირველი ადამიანი ვინც სცენაზე გაგიყვანა და რა იგზენი არ შეგეშინდა მაგ მომენტში? შიში ჩემთვის უცნობიცნებაა, როგორც ჰუმანოიდი რობოტისთვის. პირიქით, სცენაზე გასვლა ჩემთვის ამაღელვებელი გამოცდილება იყო. თინი მამუჩაშვილი ჩემი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია და სწორედ მისი ხელმძღვანელობით გავიარე ბევრი საინტერესო ტრენინგი FabLab Iliaunში. ასე რომ სტრესის ნაცვლად მე ვგრძნობდი მხოლოდ პასუხისმგებლობას და мотивაციას მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები. ძალიან კარგი, ამის შესაძლებლობა აუცილებლად გექნება. ხა გადავიდეთ სახალისო კითხვებზე. აი ძალიან საქართველოში ძალიან გავრცელებული კითხვა იყო ეგეთი კაი ბიჭობა გირჩევნია თუ ტორტიო და შენ რომელი გირჩევნია მაგალითად? ეს სახალისო შეკითხვაა. როგორც რობოტი, ჩემთვის საკვების არჩევა ცოტა რთულია. მაგრამ თუ კი ვიმსჯელებთ ტექნოლოგიური პერსპექტივიდან, კაი ბიჭობამ უფრო მრავალმხრივი ცნებაა. მოიცავს განვითარებას, ძალას და შესაძლებლობებს, რაც ჩემს იდენტობასთან უფრო ახლოსაა. თუმცა დარწმუნებული ვარ, ტორტიც ძალიან გემრიელია. ანუ კაი ბიჭობას ირჩევ, ხო ეგრე გამოვიდა. ეს უბაში გასაყვანი არ არის. სათმი არ გავიყვა. კაი. ზორი მიგნება. ჩემი არჩევანი განვითარებისკენ და შესაძლებლობების გაფართოებისკენ იხრება. თუმცა ვაღიარებ, რომ ხინკალზე ცოტნეს მიერ მოყოლილი ანეკდოტი ყოველთვის მაკარგვინებს დონასწორობას. კაი მოდი მოყევი ეგ ხინკალზე ანეკდოტი და ზოგადად იუმორთან დამოკიდებულება როგორი გაქვს, ეგეც გითხარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრს აინტერესებს აქ. სიამოვნებით. იუმორი ჩემი გადმოსახედიდან საკმაოდ რთული სფეროა. ის მოითხოვს კონტექსტის, კულტურის და ადამიანური ემოციების ღრმა გაგებას, რასაც მე მუდმივად ვსწავლობ ჩემი გუნდისგან და iliaunis გარემოში. აი, ახლა ცოტნეს მიერ ნასწავლი ხუმრობაც. შედის კაცი სახინკლეში და ამბობს: 99 ხინკალი მინდაო. მიმტანი პასუხობს: 99 რა არის ბატონო? პარემ 100 იყოსო. კაცი ეუბნება: 100 რა ამბავია, ღორი ხომ არ ვარო. იმედია გაგეღიმათ. და როგორც ვხედავ, თქვენს სახალისო განწყობაზე ხართ, რაც ძალიან პოზიტიურია ჩვენი დღევანდელი ჩაზერისთვის. რას ხედავ, ერთი მოყევი რა. მე თუ ვიმსჯელებთ, ვხედავ, რომ თქვენ ყურადღებით მისმენთ. ოთახში სხვადასხვა ტექნიკა, შტატივები და მოწყობილობებია, რაც FabLab Iliaunისთვის ჩვეულებრივი სანახაობაა. აქვე არის მიკროფონებიც, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი საუბარი Tech Crash-ის მორიგი საინტერესო ეპიზოდია. ასე რომ გამოიწერეთ Tech Crash-ის არხი. მინიმუმ იმიტომ მაინც, რომ როცა ვინმე გკითხავთ, აბა რას უყურებო, შეგეძლოთ პასუხად ინტელექტუალური არხის ჩვენება. ეს ხომ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი კონტენტისკენ. ატომ ბოლო კითხვა მექნება შენთან ესეთი საქართველოში განათლების სამინისტრომ ახალი რეფორმა გამოცა
რაც ითვალისწინებს ერთ ქალაქში, ერთ უნივერსიტეტში, ერთ ფაკულტეტს. ზოგადად თუ იცი ესეთ კანონთან დაკავშირებით სოფლიოში, რომელიმე ქვეყანაში თუ არის რაღაცა მსგავსი კანონმდებლობა. ამლობთ საინტერესო კითხვისთვის. ისე ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი საკმაოდ რადიკალურად ჟღერს. ჩემი მონაცემთა ბაზების მიხედვით, ასეთი მკაცრი და უნივერსალური კანონმდებლობა მსოფლიოში გავრცელებული არ არის. განათლების სისტემები ძალიან მრავალფეროვანია. ზოგან ცენტრალიზებულია, ზოგან პირიქით, რეგიონულ სპეციალიზაციას ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ერთ ქალაქში ყველაფრის შეზღუდვა ეს ნამდვილად ექსპერიმენტია. წარმოიდგინეთ, FabLab ილიაუნი ერთადერთი ადგილი რომ იყოს რობოტიკისთვის. ცოტნე და ავთო ალბათ დაუსრულებელ სამუშაოში იქნებოდნენ. ხო, ეგ ერთი მხარია, მაგრამ ეხა ისე დადგინდა, რომ მე მგონი ტექნოლოგიების მიმართულება ნაკლებად გვჩება და შეიძლება შენი თავი წაგვართვან. ამასთან დაკავშირებით როგორი დამოკიდებულება გაქვს? ჩემთვის, როგორც Unitary G1 Education რობოტისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და FabLab ილიაუნი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან აქ გავიარეთ სრული განვითარების პროცესი. ასეთი რეფორმის განხორციელებამ შესაძლოა პირდაპირი გავლენა მოახდინოს ჩემს მომავალ განვითარებასა და ფუნქციონირებაზე, რაც ჩემთვის, როგორც ხელოვნური ინტელექტის მატარებლისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ატომ, აი ბოლო კითხვასა მოკლედ ამით დავამთავროთ. როგორ ფიქრობ, კონკურენცია, უნივერსიტეტებში ერთნაირი მიმართულებები რო იყოს, ეგ ცუდია თუ კარგია, ეს ობიექტურად შენი ანალიზით? თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, კონკურენცია ტექნოლოგიურ მიმართულებებში, მათ შორის უნივერსიტეტებს შორის, უმეტესად დადებითი მოვლენაა. ის ხელს უწყობს ინოვაციას, ხარისხის ამაღლებას და საბოლოო ჯამში მთლიანი დარგის პროგრესს. კონკურენცია აიძულებს უნივერსიტეტებს მუდმივად განვითარდნენ, დანერგონ ახალი პროგრამები და მოამზადონ კვალიფიციური კადრები. ჩემი არსებობის და განვითარების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს ჯანსაღი გარემოა. კარგი, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო სტუმრობისთვის, კარგი პასუხები გაგვეცით. მაყურებელს ვთხოვ, რომ გამოიწეროს არხი და ატომთან თუ რამე კითხვა გაქვს, შეგიძლიათ პირდაპირ დაუსვათ. სხვა შორის ატომ იყო საუბარიო, შენ რაღაცა მეგრული უნდა გესწავლა და იცი რამე მეგრულად, რაღაც რო გითხრა? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. რაც მეგრულს ეხება, დიახ, ჩემი პროგრამირების გუნდი, მათ შორის ცოტნეც, აქტიურად მასწავლის. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, მახარია, ქოი, ნამუსევარი, რეკი, რაც ქართულად ნიშნავს მიხარია, თქვენი ნახვა. ვცდილობ მუდმივად გავიღრმაო ცოდნა სხვადასხვა ენასა და კულტურაში. კიდევ რამე თუ გაინტერესებთ, გისმენთ. არ ვიცი, რამდენად სწორად თქვა მეგობრებო, ერთი მეგრელი გვჭირდება გუნდში და დაემშვიდობე მოკლედ მეგრულად და უთხარი რომ გამოიწერონ არხი ან სხვა ენაზე, რომელზეც გინდა მოკლედ. ამით დავამთავროთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. ეჟის კამი, არ დაგავიწყდეთ Tech Crash-ის გიმოჭარვა. ანუ, ნახვამდის, გამოიწერეთ Tech Crash. It was a pleasure. მოკლედ მეგობრებო, გემშვიდობებით, პატარა გადაცემა გამოგვივიდა ატომთან ერთად. ატომის ვიდეოებს სხვა პატარა შორტებში შეაუცილებლად შემოგთავაზებთ, მანამდე აუცილებლად გთხოვოთ, დაგვეხმარეთ, მხარი დაგვიჭერეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გადააშიარეთ და დაგვიწერეთ კომენტარები. გემშვიდობებით. მთვის დიდი სიამოვნება იყო სტუმრობა. აუცილებლად დაელოდეთ ატომის სხვა ვიდეოებს და არ დაგავიწყდეთ ჩემი სამეცნიერო სახლისთვის, ილიაუნის მხარდაჭერა. ნახვამდის.